აბა გამოვედით, ჩვენი სოფელი არის ეს. ესეთი ლამაზი სოფელი გვაქვს, ახლა კიდე არ არის ისე კარგად თოვლი. ხეებიდან ჩამომდინარე, თორე უფრო ლამაზი იქნება და ეს ჩვენი სუგა არის, წინ გვიწყლის. ჩასუქებული. ბიაჩემი დასაჭერს, აღარ ყავს ჩასუქებული. ეს თოვლი არის, ახლა გაყენულია. ცოტა ის იყო თოვლი და წყალი, რაც იმაში ერია წინა დღეებში და ისეთი საშინელი თოვლი იყო. უნდა რომ მომაკლე იმასთან. და ეხა გაყენებულია და ესე ჯობია რა. საბურავების კარგი გვაქვს ზამთრის, ბლიზაკებს რო ეძახიან. მაგარი საბურავები უკეთესი რო შეიძლება და უკანაც ზია რა. მოვიდეთ შოუში. ეს არის ჩვენი სოფლიდან ონში დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთარში საშინელი იქნება ხოლმე და არის ძალიან ცუდი ამოსასვლელი და ჩასასვლელი რა. რამდენი პროცენტიანია არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი დაღმართია რა. ეხლა მივალე მოადგილას ზუსტად რომელი მონაკვეთიც არის ყველაზე რთული და გაჩვენა. ეხლა დამძნარია, ანუ აღარ არის, იმიტომ რომ მე მგონი მიწა მოაყარის. ადრე ბავშვობაში აქ ციგებით სრიალებდით ხოლმე. აი ეს არის ძალიან მაგარი აღმართი, სადაც ჩასვლა და ამოსვლის დროს ბევრი გადაცურებულა, გადავარდნილა. საბედნიეროდ მე არ ყოფილვარ. ხო და ეხლა უკვე მშრალი არაფერი არ არის და ესე უკავშირდებით ქალაქ ონს. თბილისიდან შემოსასვლელი გზა ჩანს, წმინდა გიორგის ეკლესია. ესეც ჩვენი ონი და მივდივართ აი ამ მთების უკან. მანდ არის შოუი. ონში იხსნება მაღაზიები, ორი ნაბიჯი გავიხსნეთ, ნიკორა გახსნილა. აი რამდენჯერ მithევზავია. აუ რა ქვია ამ დინარეს დამავიწყდა. რიონს უერთდება მე. საკაურა. უძირო ტბაზე მინდა ძალიან ასვლა რა. მან რა თქმა უნდა მხოლოდ ზაფხულში თუ ახლა ზამთარში გამორიცხულია, იმიტომ რომ ფეხით უნდა იარო და ზაფხულზეც ისეთი ამინდი უნდა შეარჩიო, რომ ოდნავაც არ იყოს ღრუბლიანი ან ისლი, თორე დაიკარგები რა. სადღაც როგორც ვიცი, მე მგონი 10 კილომეტრამდე არის ფეხით რა, თუ შეიძლება უცდებოდე. მანქანით მისვლის შანსი არ არის, იმიტომ რომ მთაში ადიხარ რა. არც ერთხელ არ ვარ ნამყოფი და მაგრად მინდა რომ წავიდეთ, მაგრამ კარგი მომზადება გჭირდება მაგისთვის რა. ფიზიკურადაც მაგარი მზად უნდა იყო, რომ აღმართებს და რაღაცებს გავუძნო. სახლში გამომცხვარებლობიანები წამოვიღე და ხაჭაპური. რომ მოხდება, შევჭამოთ. გამბეთებით ჩავიყარე, თუ ვინმე შეხვდა ბიჭო. რა მგონია რომ ვინმე შეხვდეს. აი ახლა შემოვედით ამ წამს სოფელ ნაკიეთში. Ты? Когда отсюда? Ага, мне отсюда все. Шенга мне отсюда. Გავარჯობა. Რავალა ხაწელს. Რავას დაეცა. აი. აგრადი. კარგად იყო ხო შეზარხოშებული. უკვე მეორე ზამთარია და მეორე ახალი წელია, წვეთი რო არ დამილევია, ხო? ეს შარშან ერთი ჭიქა შამპანური შეიძლება დავდია არ მახსოვს. ისეთი არა. ზოგადად რავი, დიდი ხანია აღარსო. გადავეჩვიე კიდევაც. ბოლოს დავლიე 2 წლის წინ ვისკი და მაშინ დავთვერი ბოლოს, გახსოვს? ერთი ბოთლი ვისკი გამოვცალეთ ორმა კაცმა, მე და ჩემო ძმაკაცმა. ჯეკ დენიელსი იყო. რამდენიანი იყო? 750-იანი იყო? თუ 500-იანი, აღარ მახსოვს. კონი 750. მაშინ დილით დავიწყეთ და ღამემდე აი უკვე ძალიან მაგარი გათიშულები და ზუსტად აქეთ წამოვიდით მე უწერაში.
მოვისეირნეთ თოვლი იყო მაშინ თან არა მანქანით ვიყავით ცეგლასით კი ნაღამ ჩავარჩინა ძალიან დიდი თოვლი იყო და მაგის მერე ფხიზლად ვარ რა და სრულიც აღარ მიჩნდება უკვე დათრობის ანუ გადაჩვეული ვარ რა სასწაულს აი სიფხიზლე მაგრად ასწავლებს რა მაგრამ ხანდახან ადამიანს განითვლითო ჭირდება რა დაივიწყო რამე თუ გაწესქროს ეთარდი გადაყო აქ ერთხელ როგორც ვიცი გადავარდა მანქანა ძალიან დიდი გადასავარდნია და პირდაპირ ჩაგორდა ბორბლებით რა ნახე რა როგორი გადასავარდნია ქვემოთ მდინარე არის და რა პერიოდი იყო არ ვიცი მგონი ზაფხულის და ისა რა ქვია ჩაგორდა რა და გადარჩა არაფერი არ მოსვლია უწერაში შემოვედით, აი ძალიან ლამაზი სალოცავი არის, ძალიან მაგარ ადგილას ნახეთ როგორ არის დღეში. აქედან იყო გადასასვლელი, ეს ხიდი რამდენჯერ წაიღო რიონმა იცით რო ადიდება ხოლმე სულ მიაქვს და გავჩერდეთ და ცადოთ გადასვლა. აქ მივაყენოთ მანქანა. აი ესეთი ხიდი არის. წავედით, აბა გადავიდეთ. აი ძაღლიც გავიცანთ. თუ წერელი ძაღლი. წინ მიგვიძღვებათ, შევიკრათ კარგად. მოდი გველოდება ძაღლი, ნუ ალოდინებ. როგორი სულამაზი რა. გაოცუგა. რა ქვია შენ? რა ლამაზი ხარ? ეს ახალი რესტავრირებული ხიდი არის რა. მიკროფონი არ მიკეთია, ნახე რა ლამაზია. რა სუფთა მოდის რიონი რა. ზაფხულობით არის ძალიან ბედურა, გამთაში ნახე. რა კაი სუფთა. ესეც რიონის ხეობა მეგობრებო და ნახეთ რა სუფთა მოდის. კაპრიალებულია. აქ არის ტაძარი. აი დიდი აღმართი გვაქვს გასავლელი არა? ეს არის როგორ მოყოლა? შევხედე. რა ლამაზი ხარ. აი ხიდზე გადმოვიარეთ, მანქანა იქ გავაჩერეთ. ესეც რიონი. კიდე ბლომად აქვს ჩასასვლელი, ხო? ეს ტაძარი. ძაღლი რა ყაჩაღია? რა უნდა იარო ესე რომ ცოტა იმაზე ყოლზე რა არ დაიყალო მომენტი. აბაგარი გარემოა რა. როგორი სიმშვიდეა და როგორი სილამაზეა. ოდია. აქედან ამოვიდით. ამოვიდით. შვილებთ.
როგორც კი უწერას გამოვწდით, უკვე ნელა იწყება თოვლი და სხვათა შორის რამოდენიმე კვირის უკან აქ ვიყავით. ცეცხლი გვინთო რაღაცებს ვაკეთებდით და ზუსტად დაახლოებით აქედან და რაჭიდან და ამ ადგილიდან დავიწყეთ პირველად იუთუბერობა ამერიკიდან რო დავბრუნდით პირველ ჯერზე რა. ანიზამ მაშინ დაიწყო თავის გვერდზე. მე კი რაღაცებს ვდებდი ხოლმე ხანდახან, მაგრამ სერიოზულად რომ მოკიდა ხელი. ხმები არ გიყვარს. საბურავებს. ეს ძალიან ადგილია ნახე. ჯერჯერობით ეს შოუი არ არის, ცოტა დაბლავართ. აქ როგორი ჭრილია. ჩამოდი. წინაზე აქ ვიყავით, ჩასულები. აქ რომ ხელათ აი მეთო ცეცხლია იქ რო ჩადი ხარ. მეორე მისვლაზე, მეორედაც ვიყავით. დათვის ნაფეხურები ვნახეთ. აიდი ნაფეხურები იყო დათვის. აი ამ ფიჭვების ნაძვების უკან მქონდა დანთებული. იქეთ რიონი არის მდინარე და მაინც უფრო ის არის იქ. აცული მაგრამ სიცივია. დინარის ნაპირა სიცივია მაინც. რაღაც სნეკები წამოვიღე. მოდი ჩამოთ და წავიდეთ. გადმო. აი რა წამოვიღე და რაჯულილობიანი ხაჭაპური და ესეთი სნეკი, თხილეული და ჩირები და რაღაცები. მოდი ამით დავიწყოთ. აქ დავდო? კაინს კაპოტზე გავშალოთ? გადამიღე? ცივია ლობიანი, მაგრამ მაინც კაია. ნახეთ რა სილამაზეებია რა გემრიელობები. სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საჭმელი. თოვლი. ახალი წელი მეტი რა გინდა? ვინც ვერ მოახერხეთ რაჭაში ჩამოსვლა, აქაურებით ვიყავთ. დათქვით და ისე ამოვიდეთ. ნახეთ დადექი. გემრიელია? მოკლედ გემშვიდობებით ესეთი ლამაზი გარემოდა. ესეთი გემრიელი გარემოდა. ჩვენ დავთქვევით. ხოდა არ ვიცი ვიდეოების გადაღებას გავაგზავნებ თუ არა, მაგრამ ვისაც კი ყვართ აქაურობა ისე ამოვიდეთ. აბა კარგად.